პრემიერმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ ისეთი ახალი საჯარო მოხელეები მოვამზადოთ იმ საქმისათვის, რასაც ქვია სახელმწიფოსა და ხალხის სამსახური. ამ კუთხით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლა გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების. პირველ რიგში სახელმწიფო ენის შესახებ კანონი იქნებოდა მკვდრად შობილი, რომ არ არსებობდეს სკოლა, რომელსაც უკვე აქვს 8 ფილიალი და საქართველოს მოქალაქეებს, არაქართულ ენოვან ადამიანებს, საჯარო მოხელეებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის. ეს არის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი ქართულ ენას. ეს არის უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმე პირველ რიგში. შემდეგ ჩვენ გვაქვს 5 ძალიან მნიშვნელოვანი მოდული, რომელთა გავლის შედეგადაც საჯარო მოხელეები ახლებურად ხედავენ და ეცნობიან მათ სფეროში არსებულ სიახლეებს, კონკრეტულად წარმოვადგენთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის მოდულს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად და ინფორმაციის მისატანად, თუ რა კეთდება და იმისათვის, რომ თავად საზოგადოების ჩართულობაც და შესაბამისად კმაყოფილების დონეც განხორციელებული საქმიანობით გაიზარდოს, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის ფსიქოლოგიაზე დამყარებული ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ქუთაისისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყოველთვიურად მთელი დატვირთვის 100-105 საჯარო მოხელე სწორედ ქუთაისში იღებს განათლებას, ეცნობა არაჩვეულებრივ იმერეთს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმერეთის რეგიონში გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საჯარო მოხელეები ამ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ საქმეში დაგვიდგებიან გვერდში და ვფიქრობ, სწორედ ეს არის, ესე ვთქვათ, გელათის აკადემიის ტრადიციების გაგრძელება.